რომელიც დაწესებულია 12 მოციქულის საპატივცემულოდ მოგეხსენება 12 იესო ქრისტეს მიერ გამორჩეული და არიანის ადამიანები, რომლებმაც როგორც ფსალმში წერია, ყოველსა ქვეყანასა განხრა ხმა მათი და კიდეთა სულისა და სიყვარული მათი. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებული განათლება, მაგრამ განანათლეს ხელისუფლება. არ ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებული პატივი და თანამდებობა, მაგრამ მეფეები მათი მორჩილები გახდნენ, როდესაც მათი სიტყვა მოისმინეს და ქრისტიანობა შესახებ გაიგეს. არ ჰქონდათ რაიმე გვარიშვილობა და გვარიშვილი ვინც იყო და ვინც ესეთი წარმომავლობისა იყო, ყველანი მართლმსმენდნენ ძალიან დიდი ყურადღებით. არ ჰქონდათ რაღაც მატერიალური ესეთი საშუალებები, რომ ამით მოეშიბლათ ადამიანი. არ ჰქონდათ რაღაცა კემბრიჯები დამთავრებული და ასე შემდგომ შეიძლება მრავალი რამე ითქვას, რომელიც იყვნენ უბრალო ადამიანები და სწორედ ამ უბრალოებით მოხდა ეს ყველაფერი. შემთხვევითი არ არის, რომ გასხოვარს რომ გამოერჩია ადამიანი, რომელიც იყო იმ დროის განათლებულესი პიროვნება, ყოველთვის საქმელი იყო, რომ ეს ესეთი განათლებული კაცი იყო, რომ მან თვითონ რაღაცა მოიგონა და შექმნა. ან რომ გამოერჩია თქვა რაღაცა უფლისწული და მეფე და მისი შვილი ყოფილიყო, ითხოვდნენ რომ ნუ მას ისეთი გავლენები ჰქონდა, ეხლა რა ისეთი ხალხი ყავდა, გინდა თუ არ გინდა უნდა დაგეჯერებინა. ან რომ გამოერჩია რაღაცა ადამიანი, რომელიც ესე იგი რაღაცა შთამომავლობით ესე მოდის და იციან რომ რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ოჯახია, ითქვენ რომ არა, ესენი იყვნენ ძალიან უბრალო მეფეები, რომლებსაც გული ჰქონდათ გახსნილი ქრისტეს მისაღება და რაც ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში. შენ თუ ხარ ასეთი, მაშინ ძალიან ადვილია დაარწმუნო სხვა. და შენ თვითონ თუ არ გჯერა რაღაცას, მაშინ ძნელია რომ რაიმე დაარწმუნო. თომას გვერდის განხილვა, გახსოვთ, სანამ მე თვითონ არ ჩავყო იქ ხელს იმ ჭრილობაში, მე იქამდე ამას ვერ დავიჯერებ, ეს გახლავს სხვა მეტი კი არაფერი. თომა უნდა წავიდეს და ინდოეთში უნდა იქაბებო. ინდოეთში დღეს როგორი საკათოლიკეებია, 21 საუკუნეში წაწამოგიდგენია და მაშინ რა იქნებოდა საერთოდ აბსოლუტურად ველურ პირობებში რომ უნდა ჩასულიყო ადამიანი და იქადაგა ქრისტეს შესაძლოა სადაც არსმენიად და თვითონ როგორი დარწმუნებულობა უნდა ქონოდა ამისი, რომ სხვისთვის შეძლებოდა მას ამისი გადაცემა და სხვისი დარწმუნება მას შეძლებოდა. ამიტომაც მოციქულთა მხრიდან აი ეს გულგახსნილობა, ეს დაჯერებულობა, წმენა და წმენა მართლობისა კი არა რომ ღმერთი არსებობს, არამედ ღმერთი რასაც გეუბნება იმის დაჯერება, ეს გახლავს სწორედ მათი უდიდესი ღვაწლი და რომ ყოველსა ქვეყანასა განხრა ხმა მათი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ჩვენი სვეტიცხოველი არის 12 მოციქულის სახელობის. ჩვენი სვეტიცხოველი გახლავთ დედა ეკლესია საქართველოს ეკლესიის, იმიტომ რომ აი მე ყოველთვის ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ ამ მდგომარეობას. რა არის სვეტიცხოველი ჩვენთვის? ჩვენ სათანადოდ ეს ვფიქრობ მე თვითონაც. კარგად არ მაქვს ჯერ კიდევ გააზრებული, იმიტომ რომ ყველაზე დიდი უბედურება ადამიანისა იცით რა გახლავთ. როდესაც ის ამბობს ასეთ რაღაცას, მე რა მოხდა, მე რა უჭირს. აი ახლა აი ღმერთს იცით რა უჩვენია. თუ შე რაღაცა ცოდვაში ხარ, ხო რომ იცით რა, მე ვარ ასეთი სუსტი ადამიანი და ვარ ამ ცოდვაში. როგორც გიტყვი, მე რა მოხდა, აი ძალიან დიდი რამ მოხდა მაშინ, იმიტომ რომ შენ მე რა მოხდა, იწევ შენი ცოდვის გამართლებას. შემსუბუქებას საკუთარი თავისთვის, არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დააბო. ფას ქვია, ქვა და რკინას ქვია, რკინადან. რაღაცა ფაც არის და რკინაც არის, არ შეიძლება ასე. ან ცხელი უნდა იყო და ან ცივი. ნელთბილი ფრიქნები ამოგანხებენ ისაგან ჩემისაგან. ნელთბილი წყლის გალება მოწონა. არ გერევა გული ნელთბილს ყავს. ასია, ეს ალეგორიული შედარება ამიტომ არის ხონილი რომ ან ცივი უნდა იყო და ან ცხელი. ესეა, როდესაც ადამიანის ხალხი აი მე რა მოხდა, ამიტომაც ჭირს ის რას ჭირს. რეალურად სვეტიცხოველი გახლავთ უფლის საფლა. მე გეტყვით რომ იერუსალიმს არ აქვს ისიც მინდა რაც აქვს სვეტიცხოველს. იმიტომ რომ იერუსალიმში სადაც დაიგრძალა მაცხოვარი, იქიდან აღდგა. იქ არაფერი არ დარჩენილა გარდა იმებისა, რომლებსაც ის ეხებოდა. მაგრამ სვეტიცხოველს იცით რა აქვს? სვეტიცხოველს აქვს მისი საფლავი, იმიტომ რომ აქ დაიმარხა მისი კვართი. ტრადიცია ხო ასეთი არის ჩვეულებრივ ადამიანებში. ომში
დაკარგული დედა მის ტანსაცმელებს, მისი შვილის ტანსაცმელებს მარხავს და საფლავე იქებულება, აიკარგა სადღაცას ომში მისი შვილი, ხო? სადღაცას ქერჩი თუ რა მნიშვნელობა? დედა საფლავეა გაკეთებული, ტანსაცმელი აქვს დამარხული და იქ დადის მის საფლავზე მისი შვილის საგლოვო. აი ეს განცდა ჩვენ არ აქვს, რომ რეალურად ქრისტეს საფლავი მცხეთაშია და არა იერუსალიმში. ამიტომაც ადამიანები დიდ ვალს იღებენ, რა ვიცი წელებზე ფერსით გავენ იმისთვის, რომ იერუსალიმში ჩავიდნენ. ეს ცუდი კი არის. კარგი, მაგრამ გეტყვით, რომ არავითარი აუცილებლობა ამისი არ არის. იმიტომ რომ უფრო მეტი გაქვს საქმე ჩვენი ცხოვრებაში. რეალური ქრისტეს საფლავი არ გაქვს ჩვენი ცხოვრებაში. მაგრამ შენ ხო ასეთი ხასიათი გაქვს და ჩვენ ხო ასეთი ვართ. მე რა უწევს? სოდის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება. მე ხა 4 შაბათ პარასკევს არ შევინახე მარხვა, დავარღვი, იმიტომ რომ 40-ზე ვარ, უნდა თქვა ესეთი საქმე. მე პირადად ჩემს და თავზე შემიძლია ასე ვთქვა, რომ ასე გავაკეთე, ხო? და თუ ვიტყვი რომ რა მოხდა ერთი 4 შაბათი? მოხდა ბატონო. აი ამას რომ ამობ ეს ის კი არა რომ ის დაარღვია და რაღაცა შეჭარა. ან და სხვა კუთხით და ის მოხდა სწორედ როდესაც შენ დამოკიდებულება გაქვს ესეთი რომ არა უშავს მე რა. სოდის მიმართ ნახეთ ყველაზე დიდ ცოდვად ისიც გაიწვია. აი ყოველ რაღაცა ჩავამეტყვის რომ რუშობა, მკვლელობა, რაღაცა აუპატიურება, რა ვიცი, 1000 რამე შეიძლება მოვიდეს. რეალურად ყველაზე დიდი ცოდვა ის არის, როდესაც შენ ბნებისგან კი არ ჩადიხარ, რომ შეგიძლია არ ცოდვა მაინც რომ ცოდვა. აი რას უბრისო თამაში ცით? თუ ადამიანი არის შეფობილი რაღაცა ბნებით, მაგალითად ლოთია და არ შეუძლია სასმელის გარეშე. სისუსტეა ეს მისი და მერტი ხედავს ამ სისუსტეს. არ შეუძლია მის გარეშე რომ მივიდა კიდევ გალია. იგივე არა აქვს მნიშვნელობა რაღაცა ნება აქვს, თუნდაც მუშობისა და თუნდაც თამაშისა და თუნდაც რაღაცა სხვაობებურებისა, ხო? არ შეუძლია, მაგრამ როდესაც შეგიძლია, საერთოდ რომ არ გაწუხებს მაგალითად რაღაცა თემა რომ ვინმე არ განიგიხო და სულ არ არის შენი სალაპარაკო თემა, მაგრამ მაინც რომ დაждები და ლაპარაკო და ლანძღავ და აგინებ მას. აი ეს არის სწორედ ცოდვა. ამიტომაც შენ რომ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი გესმოდეს და კარგად ამას აღიქვამდე, რა არის შენთვის ეს ცხოვრება? რა არის შენთვის ქრისტიანობა? რა არის შენთვის მართლმადიდებელი ეკლესია? მოხდა დღეს ყველაფერი ამის გაუფასებარებაზე ინსტიტუციები მუშაობენ. როგორ დაგეშვა ჩვენი ახალგაზრდები მისთვის რომ შენთვის სიცოცხლე დარჩეს არქიტექტურულ ძეგლად, ისტორიულ ძეგლად, რომელსაც შეხედავდა ჩვენიერი თვალსიამოვნების. არა თვალის სიამოვნებისთვის არ იქნებოდა ეს ყველაფერი. სულიერი აღმშენებლობისთვის იყო ეს ყველაფერი. სულიერ აღმშენებლობაში რა თქმა უნდა შედის ესეც. ჩემი თვალით თანაც იკვებება ჩემი სული. რა თქმა უნდა, მიეცემა მას ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამიტომაც, როდესაც სოდის მიმართ გვექნება ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ვიტყვით რომ მე რა მოხდა, აი იქ მოხდა სწორად. ამიტომაც გაუფრთხილდეთ უნდა ჩვენ სიწმინდეებს. გაუფრთხილდეთ უნდა იმ მოციქულთა დანატოვარს, მოციქულთა ნამდვილებს, რომელიც წიგნათა გვაქვს და რომელსაც სახარება გვაქვს, ძალიან უნდა უფრთხილდებოდეთ მას, იმიტომ რომ აი ამ სახარებით, აი ამ მოციქულთა ნაწერებით ღმერთი გველაპარაკა. ჩვენ ღმერთის პასუხებს სანდაგან სხვაგან ვეძებთ. აი მე ამდენს ლოცულობ და პასუხი არ აქვს. სად ეძებ ამ პასუხს გააჩინო? ვისთან ეძებ? ტელევიზორში, საინფორმაციო საშუალებებში, მკითხავთან, ვიღაცა სტარცებთან და არბითა ასე შემდგომ, არავინ არ შეიძლება. ღმერთი დაგელაპარაკება დღესაც გადაშლის სახარებას. იმიტომ რომ ის მისი სიტყვა, ასეთია ბედად. ღვთის სიტყვა, სახარება, ამიტომ გაინტერესებს ღვთის სიტყვა. და გადაშალოთ ეს უნდა იყოს თქვენი სახელმწიფო ძეგლი. დილა საღამო შვილების მნიშვნელობა რა სათხა, მაშინ ავტობუსში, ოფისში, სახლში მნიშვნელობა გადაშალეთ საერთოდ. რამდენსაც შეძლებ იმედზე, რამდენსაც გაიგებთ იმედი გაიგე, რასაც ვერ გაიგებთ გავიდანებ, იმიტომ რომ შემდეგ საკითხზე გაგიცნეს იმას. ეს გახლავთ სწორედ მოციქულთა დანატოვა. ეს გახლავთ მოციქულთა ნამდვილები და რომ გავართ ამ ცირვაზე. მართალია ბევრი ვერ შევიდრეთ ეს, მაგრამ ვინც გავა, ვისაც ესმის ჩვენი სიტყვა, უნდა ახსოვდეს მოციქულთა პატივისცემა, გამოხატულება რომ მოვედით ცირვაზე კარგია, მარტოობაც კარგია, მაგრამ არა მარტო მოსმენით, არამედ საქმითაც უნდა ვასწავლოთ მათ დანატოვარს, ხელში გვეჭიროთ წიგნი, რომელსაც სახარება ჰქვია და ვიცოდეთ მისი ცნებები და ვიცოდეთ
რა სიტყვა ჩვენგან ღმერთი და რა გვინდა ჩვენ ღმერთისგან. ამინ. გალოცვილი და